მიკროფონები ჯერ ჩატიათ მიკროფონები ჯერ ჩატიათ რაღაცა მაღლა სანამ არ დადგება არა კედე ცოტა გაიწია კედე მოსაბიური არ აწევდა ხალი ჩორკინა რომ მოვა მე არ დაიწია ხალბატონე გოდნა გაიწია ჩაიკუნი აი ეს კაია ჩაი всё აღარ ვიმაგროვდა იმ ქალებს გაზდახეთ გაიწია სოდნა პირველ რიგში მიხარია რომ ეს არჩევნო კამპანია მიდის და არჩევნების დღე ძალიან მშვიდად ყოველგვარი ექსესების გარეშე რაღაც პატარა ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვებით ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებული არჩევნები, რომელიც ჩაგვიტარებია საერთოდ აქამდე. ძალიან კარგად იმუშავა როგორც ჩანს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრული დამოუკიდებლობის პირობებში და ამჯერად მინდა თქვა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოიჩინა ბევრად მეტი პოლიტიკური მოწიფულობა. ბევრად მეტი იარეს ხალხში, ბევრად მეტი მოისმინეს პრობლემები და ბევრად უფრო კონკრეტულ საკითხებზე ილაპარაკეს და არა ზოგადად რაღაც საერთო თემებზე. ამავე დროს როგორც ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეს ეჭვი არ მეპარება და ვარ დარწმუნებული ნაციონალურ მოძრაობის ამ არჩევნებში გამარჯვებაში და ესეც არავის არ უნდა გაუკვირდეს და საერთოდ მინდა თქვა რომ ნაციონალურ მოძრაობა გაიმარჯვოს მანამ არჩევნებში სანამ ეს იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიქცება უძრაობაში. სანამ ქვეყანა იქნება მოძრაობის პროცესში უკეთესობისკენ. და ეს მოძრაობა არ შენელდება. პირიქით კი არ შენელდება, არამედ კიდევ უფრო დაჩქარდება ამ არჩევნების შემდეგ. იმიტომ რომ ამ არჩევნებმა უნდა მიცეს ბევრად მეტი წმენა ბიზნესს, ბევრად მეტი წმენა უცხოელ ინვესტორებს, რათა არ რთულ საერთაშორისო ბიზნეს ვითარებაში საქართველოში ჩაიდოს მეტი ფული, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები, ჩვენი ქვეყანა გაუმჯობესდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს გარეგნულადაც და რაც თავია ჩვენი ხალხის ცხოვრება. იგივე დედაქალაქში ძალიან ბევრად შეიცვალა სიტუაცია 2007 წლის
ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როცა მოგვიხდა სახელმწიფო გადატრიალების ღია ცდელობის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზოების მიღება და დარწმუნებულია, რომ ასევე დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. თუმცა ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ყველა სოფელი და რა თქმა უნდა მე კარგად მახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპაციის ჩექმის ქვეშ და იქ ხალხს არ აქვს თავისი ნების, თავისუფლად გამოვლენის არანაირი შანსი. აი ეს არის ძირითადად რაც შეიძლება. ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ აქვს ოპოზიციას გამარჯვება? ცოტა გვერდზე გაწინა. მე არ ვამბობ, რომ არ გამარჯვებს. მე ვიზახი რომ ამარჩენებს ჩემი წვენით გაიმარჯვებს, ამარჩენებში გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ ნაციონალური მოძრაობა აჩვენა, რომ მას შეუძლია ის რომ მას შეძლო ერთიანობის პირობებში ეფექტური კურსის შეთავაზება და პერსპექტივის დანახვა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ამავე დროს მე ხედავ, რომ მანძილი რეალურად ოპოზიციასთან უფრო შემცირებული იქნება ალბათ, იმიტომ რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილმა გამოიჩინა ბევრად მეტი მომწიფულობა და იმის გამო, რომ მათ ისწავლეს, მათ აიღეს თავარი პრინციპი. მართაც დაიწყეს ჩვენსავით ხალხში სიარული. რასაც ადრე არ არის დასამალი პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ არ აკეთებდა. მათ ეგონათ, რომ ხალხი შემოიფარგლებოდა იმელის შენობიდან პარლამენტის შენობამდე. აი ეს იყო მთელი საქართველოს და ახლა პირველად ამ არჩევნებზე მოხდა ის, რასაც პირადად მე ვაკეთებ ჩემი პირველი საარჩევნო კამპანიიდან 90-იან წლებში. ხალხში სიარული, ხალხში პრობლემების მოტანა და ხალხზე ზრუნვა და ხალხისთვის პერსპექტივის შეთავაზება. ამ გაგებით როგორი პროცენტებიც არ უნდა დაფიქსირდეს, საქართველოს პოლიტიკური სურათი არის შეუქცევადად შეცვლილი. და არ ინგლისურად ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, well, you know, here we are 2 years ago. There were doomsday scenarios about Georgia, not only about this government. And this government managed to secure economic growth of the country. We overcame the major difficulties despite occupation of 20% of our territory. And here we have the best elections since independence, according to most of the international observers I spoke to. But at the same time, I hope and I have confidence that the government party is going to win these elections because they managed to offer credible alternative and credible future prospects to our electorate. And ultimately, that's the response. Georgia is back on European track. Georgia is back on economic development track. We are performing almost miracles from this region. And here we are, also the freest electoral system and democracy in this part of the world. And we are very proud. Not only I'll be proud of the result if we win, which I hope we will, but also the biggest result is getting Georgia closer to being full-fledged performing institutional democracy. Thank you. ბატონო პრეზიდენტო, მაინც ერთ შეკითხვა უცდავთ რა. მაინც ვინ არის წარმოდგენილი პარტიებიდან შორის ყველაზე სერიოზული კონკურენტი მართლმადიდი პარტიები? მე ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს რეკლამა გავუკეთებ, თუ შეხარ ოპოზიციის აუჩეველი და პრეზიდენტი ვიღაცა ან კონკურენტად ან მითუმეტეს გალანტავს, ეს ნიშნავს, რომ იმას ნამდვილად არავის არ უკეთებ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენი მართველი პარტიის და ეს არ არის კლიშე. თავარი კონკურენტი არის ოკუპაცია და სიღარიბე და გაჭირობა ხალხის. ეს არის პოლიტიკური კონკურენტი. რაც შეეხება ვის აქვს პერსპექტივას, ყველას ვინც იცხოვრებს ხალხის ინტერესებით, ყველას საქართველოს კარგი პერსპექტივა. მე ვხედავ, რომ გარდა იმ ხალხისა, ვინც ღიად უცხოელ ქვეყნის პლატფორმაზე დგას და ამიტომაც ბევრს ვერაფერს ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში, ხოლო ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ხალხის ხმა შეიძლება და გარდა იმ ხალხისა, ვინც ვერასდროს ვერაფერს ვერ ისწავლის, პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობამ გამოიჩინა ბევრად მეტი მოციქულობა და მე მათ ამას ყველას ულოცავ. Are